დათო მამიაშვილი, აპლოდისმენტები. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო 16 წლის წამდებით, ხო? ასეთი ახალგაზრდა, მაწვილი კაცი და ძალიან სასიამოვნო რომ გვესტუმრეთ. 16 წლის და უკვე ახალგაზრდა. რა უშნაური. მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას, აქ იწერეთ რომ იმედია წვერის საპარსის ფულს მოვიგებ. მე რა გეტყობა და თუ მეტი მოვიგე ძმაკაც წავიყვან ქალებში. ეს ქალები აქტუალური თემაა. ეს იგი თქვენ თვითონ ამოსული აქ ხელი. თვითონ ძმაკია პრობლემა. ძმაკაცებს ძალიან კარგი გაწყვეტილება აქვს. ნამდვილად. კი ბატონო. შვენიერი, დათო, წესები ვიცით? კი, ვიცით. მზად ვართ? კი. ახლა სანამ ძირითადზე გავხურდეთ პატარა და მე დავიწყებ ძირითადს. როგორც გაგეხარდება? 1 2 3. ხო, მაშას ახლა პატარა მინიატურას წარმოგიდგენთ სიტუაცია, ისა ფილმი როა უძინართამზე, კადრი ფილმიდან უძინართამზე დათო ვერ ერკვევა ფეხბურთში. ვა, მარადონატო. ესა მეორე მინიატურა კახელი ჯდება, კახელი შედის სექს მაღაზიაში. ჯო, ვირი არის? შემდეგი მინიატურა დათა თუთაშხია ჯდება სკამზე. სავარძელზე უფროსად. პიუ. რა ქენი პრუჟუნა ეს? გილოცა და არა გუდუნა რო ყავდა ვიცოდი, მაგრამ პრუჟუნას თუ მისი იყო არ ვიცი. პრუჟუნა. კიდე ახალი სიტყვა მივაწეროთ ჩვენ ლექსიკონს. პრუჟუნა. პრუჟუნა. გამიგონა. Я знаю, да, ну პრუჟუნა არ ვიცოდი. შვენიერი, დათო, შენ გაქვს 50 ლარი. გილოცა, აპლოდისმენტები. ვაგზელებ თამაშს. ეს შენ როგორც თქვი, ეს იყო გახურება, როგორც. კი. გახურდი, მოითელე? ჯერა ერთი კიდე უნდა გავხო. გასაგებ. მაშინ დავიწყოთ 1 2 3 წავიდე. აი მოკლედ აი ეს ჩემ პრინციპებში დავით მამიაჟის პრინციპებში არ ჭდება რომ ეს ქართველი ხალი ეწევა სიგარეტს. არა, მამით საყვალები და ძირსკები არიან, მაგრამ ეს ულვაში რო უყეთლებათ რა წესია მეტი. ისე, ბაბუა ჩემი ელდარი ხო ის. მაგას ისე გაუჭირა ოქროს წლები დაალომბარდა. რუსთავში იმდენი საშაური მეგახსენს, გდანიან ექსკურსიაზე მოდიან. ბაბუა ჩემი ელდარი ისეთ გადაღძუებული იყო, ბარემ კუბოში გვიწევს. მოკლედ ეს ბიზნენიაში რა კაი კაცია, ძალიან მაგარი კაცია. სადაც გაიარა, ყველაფერი გააიაფა და ბატონო ბიზნა, ცირკის წინ გაიარეთ რა. შალონათელაშვილი იმდენჯერ იყო სტრასბურგში მოსამართლეს შეჩემათ ელაპარაკება. კარგია. კარგი იყო მომეწონა. 100 ლარი. შენ მოიგე 100 ლარი. მე შალვაზე კი არ გამეცინა. კარგი იყო, ხო? გოცავთ? მოკლედ ახლა ნიკა წეღარ რო თქვი რომ ის რაღაც ეს ისტორიებს თამაშგარეა? კი, თამაშგარე. ისტორიებს ვიფიქრებო და მე ვეღარ უგრძელებო, ხო? აი ეგეთი ესეთი მოვიფიქრემეს და გავაგრძელეთ და შემოგთავაზე. ანუ მესამე ტურს თამაშობ. მესამე წუთს ვიღებთ. 200 ლარზე ვთამაშობ. კი. კარგი, 1 2 და 3. მოკლედ ახლა ჩემონიკა 93-94 ეკურკურება წლებია ჯერ დაბადებულია რო და წავედი თურქეთში. ვიფიქრე რა ცოლი მომყავს ხო პატარა და რაცხა გევიკოპწიავებ თქვა. თავს ვიფიქრე თან ჩემი ძმაკაცი რო ტყემალეთში მოვკიდე ხელი და მივღობღიალებ თას. არა ცალი ხელით მივღიალებ, მეორე ხელით ტყემალის ძმას წავლობები. და გადავღობღიალეთ ახლა თურქეთში პირველი ქალაქი რაც იყო და იყო ქემალფაშა. დიდებული ქალაქი არ გენახოთ უკეთეს. მოკლედ ახლა ეს ქალაქი რომ დინარზეა გაშენებული, ესე ტემზიდან ტემზამდეა გადათხლაშული. მე ასე აქ შუაში ასე ეიფელის ეს ანძარო გადმოხურეს ღრმა თუაო. მე იქით არის ბიკენტია საშაურმეა კუთხეში, მე იქით აი 4 კუთხედი იგენია, რა ქვია, პირამიდებია. მე ქვესკნეჯენი რაღა და ცაცჯენებია. მოკლედ ბევრი რაღაც ახლა რო არ გავაგრძელოთ და მივადექით ახლა მაღაზიებს, საშოპინგოთ ვართ წასულები და პირველი მაღაზია რაც დავინახე მუსტაფა. აქეთ გავხედე მუსტაფა და ახლა პაკლიჩკუმ ყველა თამას კლიჩკებია, კარგი მუსტაფა, კეთილი მუსტაფა, იაფი მუსტაფა და პირველი შევედი ქართველი მუსტაფასთან და რა ვარ შევედი და ქართველი ვარ ქართველი. მე ვთხარი ვიზა შენ ქართული ლაპარაკია და თქვი ყავს სონღეს ბენზინის სპეციალიტეტი ქონდა გადამოგდებული ასე. სუდა გავიცნათ რო. შენ ნორჩი ვარ კაცსა რა შენ მიწეს კი. რა სიტყვით მეგობრებო? არა და მაინტერესებდა. პირველ რიგში მომწონს ის რომ ეს ადამიანი ჯერ 16 წლისაა. ჯერ 16 წლისაა და ძალიან კარგია რომ აქვს იუმორის ზნობა, შეუძლია ხუროვის დაწერა და მისი ადამიანი ხალხთან მოტანა. კი ბატონო.
ნამდვილად. ასე რომ მივესალმები. და მე მუსტაფას ფასები მეინტერესებდა. აი, ვაგრძელები და არ დამაცადა. აი, მე მაინც ხო გაგაფრთხილებ. მე სულ მე გაგაფრთხილებ. შენ შეგეძლო 100 ლარი აგეღო წასულიყავი, მაგრამ გარისკე. გარისკე დამარცხე. ასე არ ვერ წაყვანეს მაკაც ხო იქ. ხო, არა, ხო, მართალი. ასე რომ მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო. რატომ? ამიტომ არ გაჩერდა. ხო, ამიტომ მაგაძე ფიქრობდა, ხო, ხდება, მაგაც. დიდი მადლობა რომ მოხვედი, აპლოდისმენტებით გავაცნობ მოხდანო. მადლობა. მოკლედ ერთ რამის თქმა შემიძლია რომ ძალიან მაგარი შეოვა, ძალიან მაგარი არის პირველი ხალხისთვის, ძალიან გამიხარდა რომ მივიღე მონაწილეობა, არა უშავს თუ წავაგე გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ მიხარია რომ გამოცდილება მივიღე.